დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ამერიკის ნევროლოგთა აკადემიის გამოცემაში ნევროლოჯი გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ადამიანს ჩააფიქრებს. რატო? სწორედ კვლევის ავტორები მიუთითებენ იმ საოცარ ასოციაციაზე, რომელიც შეიძლება ბევრ ადამიანს შეეხოს დღეს რეალობაში. ერთი მარტივი მიზეზის გამო ისინი აკვირდებოდნენ 733 ქალბატონს 5 წლის განმავლობაში. და ისინი აკვირდებოდნენ მაგალითად დღის განმავლობაში ძილიანობა როგორ არის დაკავშირებული მეხსიერებასთან. უფრო მეტიც ისინი დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ სწორედ იმ ქალბატონებში, სადაც დღის განმავლობაში ძილიანობა სისტემატურად ფიქსირდებოდა, დადგინდა დემენციის მაღალი რისკი ან უკვე არსებული დემენცია. რაზე მიუთითებს ეს შედეგი? იმაზე, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც დღის განმავლობაში ძილი მოერევა, აუცილებლად დემენციის დიაგნოზს ატარებს, ან უახლოეს მომავალში დემენცია განუვითარდება, რასაკვირველი არა. ამ კვლევამ ვერ შეძლო მიზეზ შედეგობრივი კავშირის დადგენა. ანუ ძილისა და დემენციის პირდაპირ დაკავშირება, მაგრამ სამაგიეროდ ამ კვლევამ დაადგინა ასოციაცია. რას ნიშნავს? სწორედ ამ კვლევის შედეგების მიხედვით დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ დღის განმავლობაში სისტემატური ძილიანობა და დემენციის რისკი ერთმანეთთან ასოცირებულია, ანუ დროში ერთდროულად არსებობს. შემდგომი კვლევები რასაკვირველია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისია ეს ინფორმაციაც იმისთვის, რომ თუნდაც მინიმალურად, მაგრამ მსგავს დეტალებს მივაქციოთ ყურადღება. როდესაც შემეცნებაზე ვსაუბრობთ, ძალიან ხშირად გაიგონებთ ფრაზას, რომ ოპერაციის მერე, ნარკოზის მერე რაღაცები მავიწყდება. არის თუ არა ეს საყურადღებო მდგომარეობა და საერთოდ არის თუ არა ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგალითად ჩვენი შემეცნება და გადატანილი ნარკოზი. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც განვითარებული სამყარო დეტალურად იკვლევს და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ მაგდებურგის საუნივერსიტეტო კლინიკიდან, იგი გახლავთ ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგი პროფესორი ქალბატონი თამარ მაჭარაძე. დილამშვიდობისა თამარ. მოგესალმებით. მე უნდა გავამხილო, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმეგობრობთ და ვთანამშრომლობთ. თქვენ თანამშრომლობთ ჩვენს გადაცემასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება თქვენგან მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაცია იმ ურთიერთობაზე, რომელიც მე ვახსენე. თითქოს საზოგადოებისათვის ნაცნობი ფრაზები, ნარკოზის შემდეგ რაღაცები რომ მავიწყდება და მეორე მხრივ დასაბუთებული კავშირები, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, გავიზიაროთ როგორც მტკიცებითი მედიცინის გამოცდილება. რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება სინამდვილეს? აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ყველა ასაკში აღინიშნება პოსტოპერაციული კოგნიტიური დარღვევები, დაწყებული ბავშვებიდან, ასევე შუახნის ასაკის მქონე პაციენტებში და განსაკუთრებულად 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. სხვადასხვა ტიპით გამომჟღავნდება ხოლმე, არის მწვავე ფორმა, რომელსაც დელირიუმს ვუწოდებთ და ძირითადი კლასიფიკაციის მიხედვით არის 3 სახის, რომელიც არის ჰიპერაქტიული ფორმა, ჰიპოაქტიური ფორმა და შერეული ფორმა. ეს რო განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს? მოვლენა უნდა ვთქვათ, რომ ჰიპერაქტიული ფორმის დროს პაციენტს აღენიშნება აგზნება, უნდა რომ ყველაფერი, ასე ვთქვათ, მოიგლიჯოს მის ორგანიზმზე, რაც არის დამაგრებული ნემსი, იქნება ეს მონიტორინგის აპარატი თუ ასე შემდეგ. გადახდის სისტემა უნდა რომ ყველაფერი მოიცილოს და არის ძალიან აჟიტირებული. მეორე ფორმის დროს, რომელიც არის ჰიპოაქტიური, ამ დროს პირიქით პაციენტი თითქოს კონტაქტშიც კი არ შემოდის ჩვენთან და არ უნდა ჩვენთან საუბარი და არის თავისთვის და უფრო იმ მძინარე ფორმაში აღინიშნება ეს ხშირად და მესამე ფორმა, როდესაც ხდება ამ ორი მოვლენის მონაცვლეობა დღე-ღამის ნებისმიერ დროს. სამწუხაროდ ჩვენ ვერ განსაზღვრავთ, რა დროს ხდება ეს გამოვლინება, უბრალოდ დაკვირვებით აღნიშნავთ ხოლმე. რამდენი ხანი გრძელდება ეს შეგვიძლია განსაზღვროს? ჩვენ ვერ განსაზღვრავთ, მაგრამ ოპერაციისგან გამოღვიძებისთანავე, როგორც კი ჩვენ პაციენტს გამოვაღვიძებთ,
იმ მომენტიდანვე შეიძლება აღინიშნებოდეს, ან ცოტა მოგვიანებით განვითარდეს, შეიძლება დარჩეს რამდენიმე დღის განმავლობაში, ან კვირის, ან თვის განმავლობაშიც კი და ყველაზე ხანგრძლივი აღწერა, რაც კი არსებობს ლიტერატურაში, ეს არის 7.5 წელიწადი კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდეგ. ანუ დასაშვებია, რომ ეს წლების განმავლობაში გაგრძელდა. მე ვფიქრობ, ეს სრულიად მოულოდნელი ინფორმაცია იქნება ჩვენი მაყურებლისათვის, იმათვისაც კი, ვისაც აქვს გამოცდილება, რომ აი ოპერაციის მერე ბოლო 2-3 წელია ეს განცდა არ ტოვებს, მაგრამ ასეთი მაღალი მაჩვენებელი, რაც თქვენ დაასახელეთ, ასეთ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია. რაც თქვენ ბრძანეთ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ადამიანებს, როდესაც გრძელვადიან პერსპექტივაში შევაფასებთ, უნდა ახსოვდეთ გადატანილი ნარკოზი და მასთან შესაძლო კავშირები, როდესაც შემეცნებაზეა ლაპარაკი, ან შემეცნების გაუარესებაზე. დიახ, ძალიან ყურადსაღებია, რომ პრეოპერაციულად, როდესაც პაციენტი ჩვენთან მოდის, მაშინ მოხდეს შემოწმება კოგნიტიური ფუნქციის. ანუ სასტარტო მაჩვენებლები ის? დიახ, აუცილებლად, იმიტომ რომ შეიძლება პაციენტს არ აღინიშნებოდეს დემენცია და ჩვენ ვთვლიდეთ, რომ პაციენტი აბსოლუტურად ჯანმრთელია კოგნიტური მაჩვენებლების მხრივ, მაგრამ იქ იყოს უკვე დარღვევები, რაც შემდეგ დაგვეხმარება იმაში, რომ განსაზღვროთ რა გველოდება პოსტოპერაციულად, რა შეიძლება განვითარდეს და მივიღოთ შესაბამისი ზომები, რომ მონიტორინგი უფრო გავამკაცროთ, სხვანაირი მიდგომებით ჩავერიოთ ამ პაციენტის ქირურგიულ მსვლელობაში და ასე შემდეგ. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრეოპერაციულ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ baseline საწყის მაჩვენებლებს. ანუ ბაზისური მონაცემების შეფასებას? დიახ. ანუ საიდან ვიწყებთ ათვლას? საიდან ვიწყებთ ათვლას? და რისკებიც იქვე განისაზღვრება. აბსოლუტურად. რა შემდეგ ვიყოთ, ასე ვთქვათ, უფრო მომზადებულები მზადყოფნაში ამ საკითხის მოვლისათვის. მაგრამ ხანდახან არის ისეთი შემთხვევები, რომ ჩვენც უძლურები ვართ. ყურადღების მიღებად დაგვრჩეს, ხო? გამოგვეპაროს ამას გულისხმობ. არა, როდესაც ჩვენ მკურნალობთ, მაგრამ არ აღმოიფხრას. დიახ. და ამ შემთხვევაში უძლურები ვართ, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე პროცენტი. საერთოდ გამოვლინება კოგნიტური დარღვევების ხდება 15-დან 53%-ში მოსახლეობის. საკმაოდ მაღალია მაჩვენებელი და ესეთი საყურადღებო. ნახევარზე მეტ შეიძლება ეს მდგომარეობა გქონდეს. 65 წელს გადაცილებული. თქვენ აღმოფხრა ახსენეთ და დარწმუნებული ვარ, ყველაზე საინტერესო ნაწილი ამ ინფორმაციის სწორედ ვფიქრობ მაყურებლისათვის შეიძლება უკავშირდებოდეს სწორედ ამ სიტყვას. რატომ? იმიტომ რომ ერთია აუცილებელი საჭიროება ოპერაციული ჩარევის და სამწუხაროდ ამას არის მდგომარეობები, როდესაც ვერ ავიდებ თავიდან. თუ ოპერაციული ჩარევა მაშინ კონკრეტული ნივთიერებების გამოყენება ხდება და ნარკოზი არის ასეთივე რეალობა, მაგრამ თუ აღმოფხრაზე ვსაუბრობთ, შესაძლებლობა, თქვენ ბრძანეთ, რომ 50%-ზე მეტ შეიძლება ჰქონდეს მსგავსი პრობლემა. აღმოფხრის თვალსაზრისით როგორია სურათი? საბოლოოდ დაიძლება ეს ყველაფერი? ძალიან მცირე რაოდენობაში შეიძლება უძლურები აღმოჩნდეთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში დაძლევადია ეს. ამას მკურნალობა ჭირდება? მკურნალობა სავალდებულოა. სავალდებულო მკურნალობას ვიწყებთ ჩვენ, ანესთეზიოლოგები. თუ ვერ-ვერევით, შემდეგ ვრთავთ ხოლმე ნევროლოგებს, ფსიქიატრებსაც, იმიტომ რომ შეიძლება ჰალუცინაციებით დაერთოს დელირიუმს და იყოს დეპერსონალიზაცია და დერეალიზაციის სიმპტომებიც კი შეიძლება წარმოიქმნას ამ დროს და მაშინ ვუხმობთ ხოლმე ფსიქიატრებსაც და ასევე ნეიროფსიქოლოგები. ასე ვთქვათ, გუნდური მუშაობა მიმდინარეობს. ეს ხდება მაგდებურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში. როგორ ვიზიარებთ? მე გულისხმობ საქართველოს ჩვენ ვიზიარებთ ასეთივე სქემას. გვინდა რომ დავნერგოთ, იმიტომ რომ არ იყო ქართულ ენაზე ეს ტესტები, რითაც შეგვიძლია რომ შევაფასოთ. ეს პაციენტები გავაკეთეთ თარგმანი, ვალიდაცია და ეხლა გვინდა რომ გამოვიყენოთ მთელ პოპულაციაში. ეს ძალიან კარგი ინფორმაცია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ რაღაც მიღწევაზე ვსაუბრობთ ხოლმე, ძალიან წდება გული თუ საზოგადოებისათვის ეს რჩება შორეულ მოვლენად და ხელმიუწვდომელ მოვლენად, თუმცა რაზედაც ხეს ვსაუბრობთ, რომ შეგვიძლია ბოლომდე თუ არა თითქმის დავამარცხოთ ნარკოზის უსიამოვნო გავლენა
შემეცნებაზე, ეს რეალობაა უკვე და განხორციელებადია. მოკლე კითხვა და მოკლე პასუხი თამარ. როდესაც ჩვენ საუბრობთ რისკებზე, თქვენ ბრძანეთ, რომ საკმაოდ დიდ ჯგუფს შეიძლება მსგავსი მდგომარეობა ჰქონდეს, მაგრამ არის თუ არა ასაკობრივი თავისებურება აქ? თვალშისაცემი არის თუ არა, მაგალითად, რაღაც კონკრეტული ჯგუფი ადამიანებისაც, როდესაც მეტია მსგავსი მოვლენების რისკი? დიახ. თქვენ როგორც აღნიშნეთ, 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში ეს ყველაზე დიდი რაოდენობით აისახება ოპერაციის შემდეგ, ხოლო საშუალო ასაკის პაციენტებში, ვინც არის მაგალითად ნარკოდამოკიდებული პაციენტი ან მოიხმარს ალკოჰოლს, მსგავს პოპულაციაში განსაკუთრებულად მაღალია მაჩვენებელი. ეს ორი კატეგორია, სადაც ესეთი მაღალი მაჩვენებლები გვაქვს. თქვენი ინფორმაციიდან გამომდინარე, მე თავისუფლებას მივცემ და მაყურებელს აუცილებლად ვეტყვი შემაჯამებლად, რომ ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მსგავსი რისკი, თუმცა არის განსაზღვრული პოპულაცია, ისევე როგორც კონკრეტული ნივთიერების მომხმარებელი ადამიანები, მაგრამ არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენი შემეცნება ზარალდება, მხოლოდ და მხოლოდ იმას გადავაბრალოთ, რომ რა ვქნათ, ნარკოზი გადავიტანეთ, აღმოჩნდა, რომ ამ მდგომარეობას ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ, ამ მდგომარეობის მართვა შეიძლება და ძალიან მალე თუ არა, ყოველ შემთხვევაში გარკვეული დროის მანძილზე ეს მაჩვენებლები გაუმჯობესდეს. აბსოლუტურად. მიხარია, რომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებს ქართული საზოგადოება, თქვენს გამოცდილებას გამოიყენებს და ძალიან მიხარია, რომ თქვენ იმ ცოდნას და იმ პრაქტიკულ უნარებს, რომელიც ძალიან კარგად შეთვისებული და ყოველდღიურად იყენებთ თქვენს კლინიკაში გერმანიაში, სულ მალე გავზიარებთ. დაინერგება საქართველოს. ძალიან მიხარია და მიხარია, რომ ეს ჩვენ მოუყევით დღეს საზოგადოებას. თამარ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, იმიტომ რომ თქვენ დიდი ხნით არ ხართ საქართველოში. სულ მოუკლე ხნით ხართ და მოახერხეთ და მოხვიდით გადაცემაში. გნებავდეთ რაღაც ის. მადლობა თქვენ. მადლობა მინდა და გადავახადეთ თქვენთვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ მაგდებურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი პროფესორი ქალბატონი თამარ მაჭარაძე. მე არ გემშვიდობები, წინ გველოდება კვებით შუქნიშანი. როდესაც რაღაც პრობლემა გვაწუხებს, ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ჯადოსნურ საშუალებას. ერთ უნივერსალურ შესაძლებლობას, რომელიც ერთბაშად გადაგვიჭრის ამ პრობლემას. მაგრამ კვებაში ასეთი საოცარი რეცეპტები არ არსებობს და ჩვენ უკვე დიდი ხანია შევთანხმდით, რომ არ არსებობს უნივერსალურად ყველასათვის სარგო კვებითი მოდელი და არ არსებობს ერთი ჯადოსნური საკვები პროდუქტი, რომელიც ყველა პრობლემას აგვარიდებს თავიდან ან ყველა პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება. სამაგიეროდ ყოველთვის გვაქვს ძიების სურვილი და კითხვა, რა შეიძლება მივირთვათ მაგალითად მეხსიერების გასაუმჯობესებლად? რა შეიძლება მივირთვათ ჩვენი შემეცნების უნარის, ანუ კოგნიტური უნარის გაუმჯობესებისათვის? უამრავი პუბლიკაცია ქვეყნდება და უამრავი სენსაციური ფაქტი შეიძლება ამოიკითხოთ ყოველდღიურად სხვადასხვა საინფორმაციო ნაკადში და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ადამიანს ამგვარი წადილი ცხადია აქვს. მაგრამ არის თუ არა დადგენილი ერთადერთი უნივერსალური საკვები ნივთიერება, რომელსაც მართლაც შეუძლია შეგვინარჩუნოს და გაგვიუმჯობესოს შემეცნების უნარი. სამწუხაროდ ასეთი ერთი საკვები ნივთიერება არ არის დადგენილი, თუმცა დადგენილია მდგომარეობა, რომელსაც ქვია უკმარისობა. დიახ, უკმარისობა ეს არის ის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც როგორც ქოლგა აერთიანებს სხვადასხვა საკვები ნივთიერების ნაკლებობას. ეს ეხება როგორც ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების უკმარისობას, ასევე მინერალების, ვიტამინების და სხვა ბიოლოგიურად აქტიური საკვები ნივთიერებების. თითოეულ მათგანს აქვს განსაკუთრებული როლი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ქვია შემეცნება, მაგრამ მე დღეს ზოგიერთ მათგანს ჩამოვთვლი. ეს არის მაგალითად ცილის ნაკლებობა. ეს გახლავთ ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობა, განსაკუთრებით
უჯერი ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობა, ომეგა-3-ის ნაკლებობა. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი შემეცნებისათვის არის ისეთი ანტიდამჟანგავები, ანტიოქსიდანტები, როგორიც არის E ვიტამინი, C ვიტამინი, A ვიტამინი. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემეცნებაში თქვენ წარმოიდგინეთ D ვიტამინის როლი. ისეთი მინერალები, როგორიც არის მაგალითად თუთია, როგორიც გახლავთ რკინა, როგორიც გახლავთ იოდი და აღარაფერს ვამბობ ვიტამინების ჯგუფებზე, მათ შორის B ჯგუფის ვიტამინებზე. როგორც დარწმუნდით, სია საკმაოდ გრძელია და ნუსხა პრაქტიკულად უსაშველოდ გრძელია, როდესაც საუბრობთ შემეცნების გაუმჯობესებაზე, ამიტომ თავარი გზავნილი დღევანდელი ჩემი იქნება სწორედ ჯადოსნური სიტყვა უკმარისობა, რომელიც ყველა საჭირო ნივთიერების ნაკლებობას გულისხმობს და რომლის არსებობის შემთხვევაში, მით უფრო ხანგრძლივი არსებობის შემთხვევაში ერთ-ერთი თავარი რაც ზარალდება, ეს არის ჩვენი მეხსიერება, ჩვენი დასწავლის უნარი, ჩვენი შემეცნების უნარი. ამიტომ თუ ჩვენ არასაკმარის ნაკლებობაზე ვსაუბრობთ, რასაკვირველია, მას შეიძლება ჰქონდეს უამრავი გამოვლინება და მას შეიძლება ბევრი შედეგი მოჰყვეს გულის ჯანმრთელობის მხრივ, ღვიძლის ჯანმრთელობის მხრივ, კუნთებისა და ძვლების ჯანმრთელობის მხრივ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ჩვენს არსებობას, ჩვენს ვინაობას განსაზღვრავს, ეს არის ჩვენი შემეცნების უნარი და არასაკმარისი საკვებობის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი სამიზნე სწორედ ჩვენი შემეცნება ხდება, ამიტომ ბალანსირებული, სწორი, მრავალფეროვანი, ანუ ფერადი პროდუქტებით შევსებული საკვები არის ის გასაღები, რომელიც ამგვარი პრობლემების თავიდან აცილებაში გვეხმარება ასაკის მიუხედავად. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები, მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.